დილამშვიდობის მოგესალმებით ყველას მეგობრებო, როგორ ხართ? ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას შვიდს. და რაც თავარია ჯანმრთელობა ხალხო. როგორ ხართ აბარაშვრებით? მიხარია რომ ჩემი დედიკო საჩუქარი მოგეწონათ. 12 წუთია ახლა და გავდივარ სახლიდან და უნდა სახლზე კიდე გამოვედი და უნდა დავაკვირდე რამდენად მოვასწრებ სამსახურში მისვლას. ყველა ვარიანტში მოვასწრებ სირბილით. მაგრამ მე მაინტერესებს რო არ ვირბინო თუ მივასწრებ ამ დროში, იმიტომ რომ მარიკო ხომ და წავიყვანო ხოლმე ბაღში და სხვა გრაფიკებზე ვეწყობი. ამიტომ ვნახოთ ეგ ამბავი როგორ იქნება. არ ვიცი. ნახოთ. ნუ ახლა დაბლები მაცვია და რა თქმა უნდა სწრაფად დავდივარ. ხან-ხან მაღლები მაცვია, თუმცა რაც დავიკელი წონაში, პრინციპში მაღლები და სწრაფად დავდივარ. ასე რომ ახლა დიდად ამას ვერ დავაბრალებ. წავედით. გადავირბინოთ აფთიაქში, რომელიც უკვე ჩემი ოჯახის წევრივით არის სამწუხაროდ. და მაინც დავისხვიოთ თავი, კიდევ მივიღოთ ერთჯერადი ხმა დამიტოვა ხალხო ეს ხმა და რა ვიცი გამომიკეთდება თუ არც უნდა ვიხრიხინო. იმედი მაქვს გამომიკეთდება ხმის ამბავი. წავიდეთ ინდექსში. ძალიან უჭირსო აქო კორპუსო გაყიდვაო რა. ამბობდნენ აი ვისაც ძალიან დიდი ფართი აქვს რა. ნუ ხა ძალიან ზვირად ყიდიან ხალხო და ხა მე მაგალითად ვაჟა არ მიყვარს. საბურთალო არ მიყვარს, ანუ ეს ხაზი. სადაც მეტროში გადაჯდომა მჭირდება ის ადგილები არ მიყვარს. სულ რო 20,000 იყოს არ მინდა, მაგრამ ვიღაცა ხო გიშდება კაცო საბურთალოზე. მაგრამ ძალიან ზვირია. საინტერესო რა ეს კორპუსი რომელიც ჩემთან არის, აგერ ჩემი ბაღი. ეს მანდეღირება რა ვიცი რამდენი. ჩემი სახლი რო გაყიდო და მეზობლების მომივალოთ ერთ ოთახიანი. ბერტო. გამოვედით ჰაერზე. მშვენიერი ჰაერია, მინდა გითხრათ. რაღაცნაირი სუფთა კრიალა და გრიალა. ბაღიდან დამირეკეს რო ის არისო. მარიკოსო დაბალი სიცხე რა 37 აქვს და წამალი უნდა მივცეთო თუ არ ვიცით და მოთხარი მაგის ცხეს ესე არ ვაძლევ მეთქი წამალზე წავიდეთ ჩემი წერტილი მოვიყვანოთ თუ დედა მიასწრო დედა მოიყვანს თუ არა და მე მარა რამდენიმე დღე შუდედა საქართველოში აღარ იქნება რამეშველება დღეს ისე გავითიში ხალხო რა ჯანდაბამ გამთიშა რომ ჩვენი ბაღის ექციის რომელიც დადის ხოლმე ყოველ დღე არა რა თქმა უნდა რაღაც დღეები აქ არ ვიცი ზუსტად დღეს იყო და როგორ გამომეპარა რომ მეთქვა რომ ფილტვებზე გავესინჯი აი რაზე ვფიქრობდი თავშტვინი არ მქონდა რომ აგერ მყავს ვექტანი და სამწყობში უნდა წავიდე ერთვარ აგათიშვილი ვარ ამ ქვეყნიდან ჰაი მოგესალმებათ თქვენი მზის ხივი როგორ ხართ მეგობრებო რა შურებით დამიჯერეთ ბევრად მაგარ ვიცე ვიყავი დილა შუა დღეს ვიდრე სახამოს ჩვენ სახლში არის ჩვეულებრივი ჰოსპიტალი მარიკო მყავს ძალიან ცუდად 2 დღეა ვებრძვით და ვებრძვით სიცხეებს ახლა უნდა მომიტანონ ფაგიო ერთი ეგ დამრჩა იმედად რომ იქნება მაგან მაინც უშველოს დავიბანე იქნებ ბევრად უკეთ ვიგრძნო თავი და ეგრევე აი დავირჭე იმიტომ რომ მე მგონი წავიდა თხლად ჩაცმის და ესე რაღაცა მიღიღილ-მოღიღილი სიარულის დრო იმიტომ რომ როგორც მივხვდი ჩემი იმუნიტეტი არის ნულზე წამლები ვიყიდე იმუნიტეტის გუში 10 დღის და 10 დღე რო გავამერე კიდე ვიყიდი სრულად მინდა ერთი თვე მივიღო ჩვენთან სიახლეებია
ავეჯთან დაკავშირებით და ძალიან მომწონს სხვადასხვა ეს სიახლე და გაჩვენებთ ოღონდ ჯერ მოდიყავა მივირთვათ, იმიტომ რომ ძალიან კათიშვილი ვარ. დავლიოთ მოკლედ გოგოებო ყავა. მირჩევნია რომ იყოს არა უშავს დატკეპნილი თმა, მაგრამ რომ დავიბა შევიფუთო, იმიტომ რომ როგორ ჩანს ეგრევე ვცივდები. ძალიან კარგად გილას მიყენია ტელეფონი, როგორც იქნა დადგა ჩემი ერა. სად დავაყენო აღარ ვფიქრობ ტელეფონი, ესე ვთქვათ. მაღლა დედა როგორც ისაკეთებს სამზარეულოს, ხოდა რაღაც აღარ მოეწონათ, რაღაც ისე ასე და მოკლედ დარჩათ ასე ვთქვათ სათავსოები და ვინ წამოიღებდა თუ არა მე. ძალიან ლამაზია, ძალიან საყვარელია. ახლა მომიტანენ კარსაც, ჩამოსაკეთ, არც ხალხს ეგ მოიტანენ, არ ვიცი, მთლიანი სამზარეულოს და ამასაც მომიტანენ, რა თქმა უნდა. პრიალა ზედაპირი თუ არის და ძალიან მოუხდება. სხვათაშორის ჩემი ცოტა მუქი სამზარეულო ცოტა გამოანათა და ძალიან მომწონს და ის კარი სულ თეთრი კი არ არის, რაღაცა აი ამდაგვარ ფერებში ოდნავ გადადის, ოდნავ და დარწმუნებული ვარ ძალიან მოუხდება. გაჩვენებთ მოკლედ ყველაფერს, რა თქმა უნდა, ახლა უთქვენოთ რა გამომივა და რა ხდება უთქვენოთ, არაფერი. ასე რომ ყველაფერს გაჩვენებთ. აი მე რატო ვეძებ ხვირწინ დადებულ რაღაცას არ ვიცი, ხო? ამასობაში სხვა ამბავიც მაქვს თქვენთვის. გუშინ დამირეკეს პრაიმ შოუდან, გადაცემა პრაიმ შოუდან და მიმიწვიეს. დღეს უნდა ყოფილიყო გადაღება, მე ის რა ვიყავი, რა ქვია. მიშველეთ ვინმე. საჯანდაბაში წავიღე ხალხო, ნუ გამაგიჟეთ და შემარყევთ სამუდამოდ. დღეს უნდა ყოფილიყო მოკლედ გადაღება, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო გადაღება გადაიდო მარტამდე. არის თემა დედები, შვილები, ძიძები, დამსაქმებლები, დასაქმებულები, აი ამ აზრს მოიცავს მოკლედ ეს გადაცემა. ძალიან საინტერესოა, როგორც ხვდებით, ჩემთვის პირადად ძალიან საინტერესოა მსგავსი თემები, რაც უფრო ხმამაღლა ვისაუბრებთ, რისი უფლება აქვს დამსაქმებელს, რისი უფლება გვაქვს ადამიანებს, ვინც საქმდებით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო და დღევანდელი დღე ჩაიშალა, იმიტომ რომ არ ვიცი რაღაცა ლაივები უნდა გაუშვან მოკლედ და გადაიწე გადაღება მარტში. ესეთი ამბავი მოკლედ. ჩემსკენ ესეთი ამბავია. დოდონას ბლოგზე მიპოვეს. მე ზოგადად მეგონი გვანცათი არც არავინ არსად არ მიპატიჟ. დოდონათი მიპოვეს მოკლედ და TikTok-ზე ჩემი მაყურებელი ყოფილა. ხო და ურატოა ესეთი რაღაცნაირი პიგმენტური მისა წებო თუ რაღაცა აქვს. ამ იმას გაჩვენებთ და რითი ავაძრო ლბება ამერიკის ზრება, რა ქვია, სტალიშჩიცას ზედაპირი რა ჯანდაბა ქვია. კაი, ამას მე მივხედავ. ხო და ნუ ესეთი ამბები მოკლედ. მარიკოს ძინავს მთელი დღე, აი იძინებს იღვიძებს მთელი დღე ამ მდგომარეობაში ვარ, ხალხი უკვე გადავიწვით. მთელი ოჯახი და ოღონდ ყველანაირი ვირუსის მომთხრევი მე გახლავართ აგერ, ყველანაირი. ძალიან მომწონს ჩემი სამზარეულოს ამბები, ძალიან კარგად დავაორგანიზე, ასე რა ვთქვათ. გადავაწყე თებშები სხვაგან, რაღაცები გადმოვაწყე სხვაგან, მოკლედ მთელი ალიაქოთი მქონდა დღეს, რადგან სამსახურშიც ვერ წავედი, საქმეები რომ მქონდა ამის გამო, მაგრამ ის საქმეებიც არ გამოვიდა, საბოლოო ჯამში ცოტა ძალა მომიკრიბე და თან მარიკო, თან რაღაცები გავაკეთე, სულისაც ხო არ მიჩნდები. ეს თან აქ სხვა რაღაც მივალაგე, შევალაგე, რასაც ახლა გაჩვენებთ და მე გადავიფიქრე, მე ამოვყარე და მოკლედ მთელი დღეა ქაოსში ვარ და მოდი გაჩვენებთ. აი ეს გახლავთ მეგობრებო. სადაც
როგორც ხედავთ, შევალაგე და შევაწკრიალე ჩემი ჭურჭელი. ამის ზედაპირი ძალიან მომწონს, ამაზე გითხარით, წებო აქვს თქო და რომ ვეჭიდავე და ამას ავაძრობ. ნახეთ როგორი საყვარელი ფერია და ჩემს სამზარეულოს ძალიან მოუხდა, იმიტომ რომ ოდნავ გამოანათა თან ეს მარმარილოა და რაც ფერებში ძალიან მოუხდა. აქ უნდა დავდო მერე დიდი დანები რო არის, მოკლედ ჩასადები ეგენი უნდა ვიყიდო. ბოდიში დედამ დამირეკა. აქ ამას რაც შეეხება, ეს მალე აღარ იქნება და იქნება დაახლოებით ასეთი ფერის, დაახლოებით გეუბნებით ესეთი ფერის. ვაიმე, ვინ მირეკავს ღმერთო? ანუ დედა ჩემი მირეკავს, ხელი ეჭირება თუ რა ხდება, ვერ გავიგე. ხო, მოკეთ ეს აქ არ იქნება, ვაიმე, რატომ აქვს ის განათება ჩართული? ეს აქ არ იქნება მალე, იქნება ამ დაგვარი ყავის და რაღაცების დასადები, მოკეთ აქ ყველაფერი შეიცვლება. ძალიან მალე აი ამ მონაკვეთში ეს ფერი მაგიჟებს. ხო და რეალურად ძალიან მომწონს გოგოებო, ნახეთ. ძალიან კარგად შევალაგე და ვფიქრობ, რომ აქ ბევრად უკეთესი იქნება. მომიტანე იმ ძალიან ლამაზ კარსაც, რომელიც ძალიან მოუხდება და მთლიანობაში ეს კუთხე არის ძალიან ლამაზი. ხო, ნუ ეს უნდა ავიღო ახლა იდოს ცოტა ხანი. აქ კიდე სულ სხვანაირად ალაგდება და მე ძალიან მომწონს. ხო, აქ რაც შეეხება ამ სივრცეს, ეს ისევ ამ სივრცეთ დავტოვე, ჭიქების სივრცეა და ამას არაფერი არ შეეხო, ასე რომ ვთქვათ. თუმცა უკვე გადმოლაგდა აი ეს ზონა. აი აქ ესენი ყველგან რაღაცა აქეთ იქით აი ესე იყო აყრილი დაყრილი და უკვე ერთი იმით შევალაგე აი აქ ვისაც გახსოვთ აქ თეფშები მელაგა გოგოებო და გადავწყვიტე რომ აი ეს ზონა მთლიანად დავუთმო აი მსგავს რაღაცებს და აი ეს მხარე სრულად მინდოდა რომ ყოფილიყო ჭურჭლისათვის განკუთვნილი აი ეს მხარე მთლიანად აქეთ ისევ გოგოებო დავტოვეთ ვაიმე რა თქმა უნდა ეს ქვაბები და ყველაფერი რაც საჭიროა კონტეინერები და ასე შემდეგ ხოლო რაც შეეხება ამას ეს ისევ ინარჩუნებს თავის ფუნქციას სადაც ყრია სრულად ბურღულეული მოკლედ აი ასე გამოიყურება და აი ვგიშდები ხალხო ასე დავაყენეთ ასე ვერ დადგებოდა ვერანაირად ხო ეს წვრილია ხო და აი ეს სივრცე გამოვიყენეთ აი აქ ვისაც გახსოვთ ბოთლები და რაცები მელაგა იქით წასაღები ჩანთა და რაღაცები ალაგე იმასაც ავალაგებთ და ჩემთვის კომფორტული აი ეს ადგილი გამოაღე ჰოპ გამოალაგე დარეცხე ჰოპ შეყარე ანუ ჩემთვის ძალიან კომფორტულია და სარიცხი ჭურჭელიც ამოვალაგოთ მერე ბარემ და ეს ჯოჯო ფერი რო აეთრევა აქედან ჩემზე ბედნიერი ალბათ ადამიანი არ იქნება თქვენ როგორ ფიქრობთ მოუხდა რას ფიქრობთ ცოტა გამომინათა იმიტომ რომ ძალიან ჩამოქებულები ვიყავით მე მგონი თავარია ტევადობა მომცა გოგოებო ჩემთვის რაც არის რეალურად პრობლემა არ დავეძებ ამ ფერს ისუხდება თუ იმ ფერს ესუხდება თავარი რა არის რომ სივრცე რა სივრცეც არის იმ სივრცეში შემძლებოდა რომ ყველაფერი დამალაგებინა რაც მინდოდა და ყველაფერი მეტევა ანუ ნახეთ ეგ პლუსი მომცადა ყველაფერი მეტევა თუმცა რაც აი აქ არის გოგოებო შეყრილი კი არა შელაგებული აი ეს შეყრილი თავიდან შევალაგე აი აქ და აქ მქონდა თეფშები მაგრამ იმდენად სწრაფად მჭირდება თეფშების და რაღაცების გამოღება რომ აი ჭლინ უკვე გადავირიე ამიტომ გადავწყვეტე რომ აქ ესენი იყოს და აქ მელაგოს თეფშები და რაღაცები მე მგონი კაი ასრია სხვათა შორის აქ გადასარევად დავლევ ყავალს ერთადაც შენივე დავდებ შტატის და კეიფის და მოვაწყოთ ერთხელ რო ვიბანავე გოგოებო აღარაფერი წავისვი სახეზე ცოტა გადაფითრებული ვარ მაგრამ ნუ არა უშავს რას ვიზავთ მოკლედ რამდენიმე საათი ვიფიქრე რა მექნა და გახახმებოდი თუ არა პრაიმ შოუდან დარეკილ ზარს მონაწილეობასთან დაკავშირებით
ვიკითხე ჩემი ოჯახის წევრების აზრი. თქვენ ყველა მიცით, რომ ისეთი ვითარება ახლა რაღაცერად დაიყო ხალხი, დაიყო ტელევიზია, ყველაფერი ორად არის და ხუთად გახლიჩილი ჩვენს ქვეყანაში. და ყველა ისედაც იცით, ხა ჩემი პოზიცია მაგაზე არც ვილაპარაკებ. მაგრამ მაინც ვიფიქრე რაღაცებზე. ჩემ ოჯახთან ერთად ვიმსჯელე და მე გავიხსენეთ ის ამბები რუსთავი ორზეც რომ გამოვჩდი, რამხელა ნეგატივი მოყვა. თუნდაც ახლა მაგალითად თიკაფაცაძეს რამხელა რაღაცა წნეხია, რატო არ მოდის რუსთავი 2-დან თუ რაღაცა ესე და ძალიან დიდი გარკვეული აგრესია აქვთ ადამიანების მიმართ, სხვადასხვა არხებზე მომუშავე ადამიანების მიმართ. იქიდან გამომდინარე, რომ პრაიმ შოუ არის პოლიტიზირებული გადაცემა, რაშიც ნამდვილად არ მივიღებდი მონაწილეობას, არანაირი სურვილი არ გამაჩნია და ამ შემთხვევაში გადაცემას აბსოლუტურად სრულად მოიცავს იმ თემას, რა თემაზეც მე გითხარით და რა თემაზეც არის გადაცემა, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. და დედამეუბნებოდა რუსთავი ორზე ეწახვედი გლანძღავდნენ, იქ იყავი გლანძღავდნენ, ხან ნაც გეძახიან, ხან ქოც გეძახიან, ხან იმას გეძახიან, ხან ამას გეძახიან. და რეალურად ძალიან ხშირად გხდება ეს ნეგატივი, ეს პოლიტიკური რაღაცნაირად ისინი როა სტატუსები რა. ეს არხი მისია, ის არხი ამისია, ეს ერთ არ მაინტერესებს ვისი რა არის. ძალიანად ავიღალე იმით, რომ სადაც არ უნდა წავიდე, რაღაცა იარლიყები დამყვება, რაც ძალიან არ მომწონს და ძალიან მეწინააღმდეგები. იყო რაღაცები, რაზეც უარი თქვი ზუსტად ამის გამო. და მე რაღაცები აღმოვაჩინე, რომ ის ადამიანები ვინც თავს იგიჟებდნენ, ისევ იმ სივრცეში იყვნენ, ისევ იმ გარემოში იყვნენ, ისევ იმ ადამიანების გაკეთებულ პროექტებში იყვნენ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და საბოლოო ჯამში მე გამოვედი ისევ რაღაცა და ამიტომ გადავწყვიტე, რომ თუ მიწვის მივიდე. ძალიან მიყვარს ზოგადად მაგალითად ჯაჯანიძის შოუ ძალიან მიყვარს, თვითონ ჯაჯანიძის აურა მიყვარს ძალიან სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ძალიან დადებითი აურის მატარებელი ადამიანი, რომელიც არ იგინება, არ ილანძღება, ანუ ასე შემდეგ და ადამიანია, ვისაც რაღაცნაირად სიკეთე დააქვს ჩემთვის მაგ ადამიანს, დააქვს სიკეთე, ხა ისე მე არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ვიძახი. ასევე ძალიან მიყვარს პროექტი ცეკვავი ვარსკვლავები და გიჟდები, ჩემი ოცნების პროექტია თქვა, ამას რამდენი წელია ვიძახი, ვერც წარმოგიდგენიათ, აი სოთავიდან რომ გამოჩნდა ზოგადად იმ დღიდან და ჩემთვის იყო რაღაცა საოცნებო პროექტი ყოველთვის და სულცე ვიძახდი ხოლმე, რომ აი ასე კარგად ვიცი ცეკვა, ну რა დონეზეც ვიცი და აი როგორ შეიძლება ვერ მოვხვდე, რანაირად შეიძლება მოვხვდე, სულ გზებს ვეძებდი ხოლმე და სამწუხაროდ ეს ოცნება ჯერჯერობით კითხვის ნიშნის ქვეშ არის, ყოველ შემთხვევაში გადაწყვეტილი მეტი არ არის. ამიტომ არის პროექტები, რაზეც უარს არ ვიტყვი მაგალითად და ეს იქნება რუსთავი 2, ეს იქნება იმედი, ეს იქნება, რა ვიცი, ნებისმიერი არხი. ყველა იცით და ყოველთვის ღიად ვასახელებ ყველაფერს, ჩემს პოზიციას. დედა მითხრა, ამ ნიშნით თუ ვინმე შენ გაგაკრიტიკებს, გაგლანძღავს, დაგწყევლის თუ გაგინებს, უნდათ დარჩნენ, უნდათ წავიდნენ. იმიტომ რომ შენ გვაჩვენე შეხმაშიც იმდენი ტალახი მიიღე, გადაცემაში სადაც აბსოლუტური არანაირი პოლიტიკის გადაკვეთა არ არსებობდა და სადაც უბრალოდ მე ძალიან კარგად გავერთე და წინ გადავდგი რაღაც ნაბიჯები, იქაც კი უდიდესი ტალახი მივიღე. გამოდი სადაც ფეხი უნდა გადავდგა და ზოგადად გადავდგათ ადამიანებმა გარკვეულწილად, როცა ვიღაცაზე 10 კაცით მეტი გიცნობს, 10-ჯერ მეტი ტალახი გვხვდება. ასე რომ ბევრ ამაზე ვიფიქრე მოკლედ, ამიტომ მოვაყოლე ეს ამბავი, რომ მაგ ყველაფერზე დავფიქრდი. ჭირდებოდა დრო, ვუთხარი კიდეც, რა თქმა უნდა, რომ ვესაუბრე. ამიტომ
რაღაცებს გადავხედე, გადმოვხედე, რა არის ჩემთვის უკეთესი, ამ წამს შინაგანად რა იყო ჩემთვის უკეთესი, რისი გაკეთება იყო უკეთესი, რა შეიძლება სამომავლოდ გაკეთდეს უკეთესი ჩემი კარიერისათვის, იმისათვის, რომ დოდონას ბლოგი კიდევ ერთხელ გამოჩნდეს, კიდევ ერთხელ გაიგოს ვიღაცამ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ბევრი ნიუანსია მოკლედ. ხო და არ ვიცი, მარტში უნდა იყოს გადაღება, გადაიღებენ თუ რა ვიცი, აღარ გადაიღებენ, თუ გადაიღებენ, აღარ დამირეკავენ, თუ დამირეკავენ, მოკეთ ყველაფერს გავაგებინებთ, მეც არ ვიცი სიმართლე რომ გითხრათ. ასე რომ ძალიან საინტერესო თემა გელით წინ, ძიძები, მშობლები, დასაქმებული, დამსაქმებელი, ვინცაც გნებავთ, ამიტომ დარჩით ჩემს არხზე და მიყურეთ, ვინც ამის გამო წახვალთ ჩემგან, ამასაც გავიგებ, იმიტომ რომ რა ვიცი, გინდა დარჩები, გინდა ნუ დარჩები, ეს შენინება, იმასაც გავიგებ, ამასაც გავიგებ. ასე რომ დავიწყავ. ჩემ გოგოს უძინავს, აი ღმერთო. ბავშვი ცუდად როა, ადამიანს არ ვგავარ, ანუ ჩვეულებრივი გვამი ვარ. ისე ცუდად ვარ, აი არ ვიცი, მარიკო ცუდად არის სუმეტირება. ანუ მართლა აი რას ვგავარ, კიდე კაი დღეს გადაღება არ იყო თქვა, აი რას ვგავარ. კი, უკეთეს ვიძე ვიყავი, მაგრამ ისეთ ვიძე მაინც არ ვიყავი რა. რაო, საყვარელო. მოხვალ ჩემთან? მოდი ჩემო სიცოცხლე, მოდი. წამოიღე გადასაფარებელი, მოდიდესთან, მოდიდე, მოდი. მოდი, ნუ ტირი ხარ, მოდი ჩემო საყვარელო, მოდიდე. გამოიქეცი, შენთან არის შენი დედიკო, მოდი. მოდი ჩემო სიცოცხლე, მოდი. მოდი ბებო კარგ წამალს მოგიტან, ნელა დედა, ნელა. მოდი, მოდი ჩემო სიცოცხლე. მოდი დე. მოდი ჩემო ლამაზო. ყელი გტკივადე. მოდი. всё. აი მალე ბებო მოვა წამალს მოგიტანს და არაფერმა გოგოებო, ესე იგი არ უშველა ისეთი ერთი ფაგიოს იმედი მაქვს, რაოდე. რაო საყვარელო. დაგცხა? მოდი. საკეშო ვიხედები, ასე მგონია სხვა გოგო მიყურებს, ანუ იმდენად სხვა ვარ ეს დღეები, რომ აი რავი, რა გითხრათ. გამარჯობა. ჩემო საყვარელო, გამარჯობა დე. მოდი ჩემო რაოდე. მითხარი დედიკო რა გინდა? მითხარი, რა გაქვს შავები? რა იღე ჩემო საყვარელო, რა გაქვს? ვაიმე. თვა რო გვაქვს გაწეწილი და დაშავალი ცხინდე. დადო მე დავაც მე კი, ჩემო ლამაზ. მოდი. ერთად დავივარ. ვაიმე, სულ ერთად დე, ჩემო საყვარელო. ვინ არიან დედა? ისე წუხებული, ვაიმე, ჩემო ლამაზო და მალე მოვა ბებო და მოიტანს კარგ წამალს და უთხარი თუ გინდა დე, მარიკო. ეტყვი რომ სიცხემაქო. უთხარი დე. არ ეტყვი? არ ეტყვი ჩემო ლამაზო, გავთიშოთ კამერა დე. კარგი. არ ვიცი რა, გავაკეთებ დიდქვავ. შუბს გამიხედა დაუწი ამ იმას. გამიხედა აღარ არის. კიდე დავადგავ დიდი ქვაბის შუბს, გამიხედა აღარ არის. რო კითხვის ხალხი საჭმელს არ აჭამს. მე რა ვიცი, სასახურდა მოვიდი, ორი ქვაბის საჭმელი ის არ ვიცი ხალხო, უნიტაზში აცხავი, ჭამენ.
ვიში მომწიარდადი რუკი თუ კაცი აჭა დღეს საჭმელი არ უკამია რა თავებს ამ საჭმელს გამაგებინეთ არ ვიცი ას მაინტერესებს უკვე კანეც